დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია სურდოთარგმანი. რასაკვირველია, ვიწყებთ ახალ სამუშაო კვირას და ვიწყებთ საუბარს ადამიანზე. უბრალოდ განვაახლებთ საუბრებს, რომელიც წლების მანძილზე გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე საუბარს. წლების მანძილზე ვახსენე და სწორედ წლების მანძილზე ყოველდღიურად თქვენს ოჯახებში მოვდივარ სტუმრად იმისათვის, რომ კიდე ერთხელ ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ჯანმრთელობა, არა უბრალოდ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ზრუნვა. როდესაც ჩვენს ორგანიზმს ვუყურებთ, ანუ პრაქტიკულად ვუყურებთ ჩვენს სხეულს, ძნელად წარმოგვიდგენია, რამდენად ნატიფი მექანიზმები განკარგავს ამ ყველაფერს და რამდენად დაკავშირებულია ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ ამბობთ ხოლმე, რომ იზოლირებული პრობლემები ორგანიზმში არ არსებობს. მაგრამ მეორე მხრივ ორგანიზმს აქვს საოცარი უნარი დაიცვას თავი. მაგალითად, თუ ზედასასუნთ გზებში, ზედასასუნთ გზებში უხეშად მოვხაზავ ხო ხელით, მოხდება რაიმე უცხო, იქნება ეს სხეული, მიკროორგანიზმი, უბრალოდ მტვრის ნაწილაკი, ორგანიზმის დაცვითი რეაქცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაცემინებს, ჩვენ ვცდილობთ მოვიშოროთ ეს უცხო ელემენტი და ამისათვის ვიყენებთ ისეთ რეაქციას, როგორიც არის დაცემინება. მაგრამ თუ ასეთი დაცვითი რეაქცია ამოქმედდა შედარებით უფრო ქვედა ნაწილში სასუნთქი გზებისა, ჩვენ ვახველებთ. ეს არის კანონზომიერება, რომელიც თითქოს მარტივია, თითქოს ყველა სახელმძღვანელოში მითითებულია და ბიოლოგიის კურსშიც კი ძალიან დეტალურად და კარგად, მარტივად გასაგებად არის აღწერილი. მაგრამ სინამდვილეში როგორ არის საქმე? სინამდვილეში რამდენად მნიშვნელოვანია ხველის კარგად გაშიფრა. რამდენად მნიშვნელოვანია ვთარგმნოთ ხველა ამა თუ იმ დიაგნოზის ენაზე და საჭიროა თუ არა დამატებითი ნატიფი კვლევები იმისათვის, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში. და გარდა იმისა, რომ ასეთი კვლევები გვაძლევს საშუალებას დავსვათ დიაგნოზი, როგორ შეიძლება ასეთი მეთოდები გამოვიყენოთ ჩარევისათვის, პრობლემის მართვისათვის, დაავადების უკეთესი გამოსავლისათვის. ამაზე იქნება დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკი და შესაბამისად ახლა სტუდიაში შემოგვიერთება ჩვენი გადაცემის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელიც გახლავთ ინტერვენციული პულმონოლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი დავით ჭყონია. დილამშვიდობისა ბატონ დავით. მოგზანდით და გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები. მიხარია თქვენი სტუმრობა, დილამშვიდობისა. სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. მადლობა, ჩვენთვისაც სასიამოვნოა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საშუალება სწორედ მტკიცებითი მედიცინის უახლესი მონაცემების შესაბამისად გავცეთ პასუხები მაყურებელთა კითხვებს და მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად ავხსნათ ერთი მხრივ სეზონურად აქტუალური პრობლემები და მეორე მხრივ საკითხი, რომელიც რამდენიმე ფაქტორის გამო არის საინტერესო მიმდინარე კვირაში. ჯერ ზოგადით დავიწყოთ და მერე უკვე დეტალურად განმარტოთ. მე ვახსენე, ვთქვათ, ცემინება, ხველა და ჩვენ გვაქვს უამრავი ასეთი დაცვითი რეაქცია, რომლითაც ორგანიზმი საკუთარ არსებობას იმარტივებს. მაგალითად, მთქნარებასთან დაკავშირებით მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ იყოს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ როგორც კომპიუტერის პროცესორს ჭირდება გაგრილება, ჩვენს ტვინსაც ჭირდება გაგრილება და დაამტკნარონ ადამიანებმა თუ ეს მათ ტვინს გააგრილებს. მაგრამ როდესაც საუბრობთ ხველაზე, ერთია როგორც დაცვითი რეაქცია უცხო სხეული რომ მოხვდა, მაგრამ მეორეა, როდესაც ხველა არის სიმპტომი, კონკრეტული სიმპტომი და ამის შეფასებაა საჭირო. რამდენად ხშირად არის მომართვიანობა სწორედ ხველის გამო, ვთქვათ, როგორია საერთაშორისო და ჩვენი ტენდენციები? ძალიან საინტერესო კითხვაა და ძალიან სამართლიანად აღნიშნეთ, რომ თვითონ ხველა თავისთავად ეს არის ორგანიზმის დამცავი მექანიზმი. ხველით ჩვენ ვიცავთ თავს და ვცდილობთ მოვიცილოთ რაღაც მავნე ნაწილაკებისგან, დავიცვათ შესუნთქულ ჰაერში მოხვედრილი რაღაც ნაწილაკები, ამოვახველოთ. რაც შეეხება მომართვიანობას, სტატისტიკა მე არ გამეკეთებ, მე თუ გავაკეთებ ჩემთან მომართვიანობის სტატისტიკას, ალბათ პირველ ადგილზე იქნება პაციენტების ის რაოდენობა, ვინც მოდის ხველის ჩივილით. და განსაკუთრებით ახლა არის ეპიდემია ჩვენთან ამ ვირუსული ინფექციის და 10-დან 7-8 პაციენტი მოდის სწორედ ამ ჩივილით. აქვს ხველა, ერთი კვირა, ორი კვირა გახანგრძლივებული, არაძინებს ღამე ეს ხველა და არის ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტებს და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ
და ყველას პაციენტი უკავშირებს ყოველთვის ფილტვების რაღაცა დაავადებას, თუმცა არ არის ფილტვები წამყვანი და არც პირველ ადგილზე ხველის მიზეზთა შორის. სტატისტიკურად თუ ავიღოთ, პირველ ადგილზე არის ზედასასუნთქი გზების პრობლემები, როგორც თქვენ ახსენეთ, არა? და სწორედ ახლა ამ ეპიდემიის პერიოდში გვაქვს ძირითადი ბრძოლა ეს ვირუსული ინფექციის მიმდინარეობს ზედასასუნთქგზებში. და სწორედ აქ განლაგებული რეცეპტორები იწვევს ამ ხველის რეცეპტს, ხორხში, ხახისმიერი ხველა, როგორც ვთქვი, ხორხისმიერი და ზემოდან ამ ახველებს ვამბობენ ხოლმე. და ხველის მიზეზი არის სწორედ ზედასასუნთქი გზები. ასევე ხველის მიზეზი ხშირად არის კუჭნაწლავის პრობლემები, როგორც ასე ვთქვათ, გასტროეზოფაგალური რეფლუქსი. თუმცა ამ ხველის მიღმა შეიძლება იმალებოდეს სერიოზული ავადმყოფობაც და ხველა შეიძლება იყოს პირველი სიმპტომი, ერთ-ერთი პირველი ნიშანი რაღაცა სერიოზული დაავადების და ნუ არსებობს ახლა ხველა, რომელიც დაუშვათ რა ერთი კვირა გრძელდება და მერე გადის, მაგრამ არის გრადაციაც არის მწვავე ხველა, არის გახანგრძლივებული ხველა კვირებზე არის მიმული 3 კვირამდე ითვლება რომ არის მწვავე ხველა. აი დიახ, მოდით აი ამ საკითხზე ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდეთ. ერთია, როდესაც მე წამომახველა ეპიზოდურად, მაგრამ მეორეა, როდესაც მახველებს და ეს შეიძლება საათობით გაგრძელდეს, ეს შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს, რამდენიმე კვირა და არის შემთხვევები, როდესაც თვეობით გრძელდება ხველა. აი ასეთ შემთხვევაში მოდით დავარქოთ ამას სახელები და რამდენად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. კი, შესაძლოა მე აი ზემოდან მახველებს, როგორც ამბობენ ხოლმე, ხო? და ჩვენც ვამბობთ, რომ აი ზედასასუნთქი გზებიდან არის ეს ხველა გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ვადების თვალსაზრისით როგორ ვყოფთ ხველას? კი, აი როგორც აღნიშნე, 3 კვირამდე ითვლება, რომ ეს არის მწვავე ხველა და შემდეგ გადის, როგორც წესი იწვევს ინფექცია, ზედასასუნთქი გზების, სხვა სახის ინფექციური პროცესი. 3-დან 8 კვირამდე უკვე საშუალო ხანგრძლივობის ხველად ითვლება და უკვე ყურადღება მისაქცევია და 8 კვირის ზევით უკან 2 თვის ზევით უფრო ხანგრძლივი ხველა უკვე არის სერიოზული კვლევების მიზეზი. სხვა დაავადებამეც ის საქართველოს სამწუხაროდ ბევრია ტუბერკულოზის შემთხვევები, ტუბერკულოზმა იცის გახანგრძლივებული ხველა და სამწუხაროდ ათვისებიანმა სიმსივნეებმა ეს პირველი ნიშანია ხველა, რომელიც არ გადის. გადის კვირეები, მიუხედავად მედიკამენტოზური რაღაც კურნალობისა, არც იცხე, სხვა არანაირი ნიშანი არ არის და მხოლოდ ეს ხველა გრძელდება და პირიქით ის უარესდება, არ გადის. მე მნიშვნელოვანია ხველა არის ნახველით თუ მშრალი ხველა. დიახ, ანუ პროდუქტიულს რომ ეძახით. პროდუქტიული უფრო მეტად არის ანთებითი პროცესების დროს დაუშვათ, როგორც არის ბრონხოექტაზი, ქრონიკული დაავადებები ფილტვების. ეს ნახველით ხველა. ნახველით ხველა. მშრალი ხველა უფრო ახასიათებს აი სამწუხაროდ სიმსივნეების დროს შეიძლება იყოს ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხველა და იყოს მშრალი ხველა და თუ დაერთვა მას სისხლის მინარევი ეს უკვე განგაშის მიზეზი უნდა იყოს. თუმცა ტუბერკულოზსაც ახასიათებს სისხლის მინარევი ნახველში, ეს უკვე ძალიან სერიოზული ნიშანია იმისი, რომ სერიოზული სამწუხაროდ ჩვენთან არ არის ფილტვის სკრინინგი, ფილტვის კიბოს სკრინინგული პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ნაადრევ სტადიაში გამოვლენა ამ დაავადების. იმიტომ რომ თუ ავიღოთ ჩვენ სტატისტიკას, სხვა სტადიებია კიბოს ხომართალია, პირველი, მეორე, მესამე, ფილტვის სტადიას. პირველ სტადიაში გამოვლენილი ფილტვის კიბოს გადარჩენადობა თუ ავიღეთ, აი 5 წლიან გადარჩენადობას იღება ხოლმე სტატისტიკური ანგარიშისთვის და 5 წლიან გადარჩენა 70%-საც უახლოვდება ანუ 100 პაციენტიდან 70 პაციენტი იცოცხლებს 5 წლის მერე ფილტვის კიბოთ. პირველ სტადიაში თუ მივასწარეთ. მეოთხე სტადიაში ეს უკვე 7-8%-ია და ძალიან 10 ჯერ ნაკლები. დიახ. ეს ძალიან თვალსაჩინო რიცხვებია, რომელიც მე ვფიქრობ, განჟესაც არ მოითხოვს, ეს საკმარისად ესეთი მძიმეწონიანი არგუმენტებია იმის ასახსნელად, რამდენად მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე ამის აღმოჩენა. მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი გადაცემა
გამორჩეულია იმით, რომ ჩვენ ყოველდღე გავდივართ პირდაპირ ეთერში. ჩვენი გადაცემის არც ერთი გამოშვება, აი ახლა რომელსაც თქვა მიმდინარე კვირაში თქვენ უყურებთ, ეს არ იწერება, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ჩვენთან პირდაპირი კავშირი. იქნება ეს საეთერო დროის მანძილზე, ეს არის თქვა სოციალური მედიიდან და ასე შემდეგ. და როგორც წესი თქვენ გვირეკავთ ხოლმე ნომერზე 240 90 01 240 90 03 რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ ამ ნომრებზე დღეს, ხვალ, ნებისმიერ დღეს დაგვირეკოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ თქვენს ვიდეო კითხვებსაც და ძალიან ბევრი მაყურებელი სარგებლობს ამ შესაძლებლობით. მოკლედ, ვიდეო კითხვაა ჩვენს ეთერში, ერთად მოვისმინოთ და ჩვენი სტუმარი უპასუხებს ამ კითხვას. მოგესალმებით, სპეციალისტთან მაქვს ასეთი კითხვა. როდესაც ადამიანს ერთხელ უკვე აქვს ჩატარებული ბრონქოსკოპია წლების წინ, თუმცა ამ ეტაპზე ფილტვების ანთების გადატანის შემდეგ აღენიშნება ხანგრძლივი ხველა. რამდენად საჭიროებს ხელახალ ბრონქოსკოპიას? მადლობა. მე მაყურებელს მინდა განვმარტო, როდესაც ჩვენ ამა თუ იმ თემას გეგმავთ, როგორც წესი, მაყურებელს საშუალება აქვს სოციალური ქსელის მომხმარებელს გაეცნოს ანონს, ანუ თემიდან გამომდინარე, მან იცოდეს, რა საკითხებზე ვისაუბრებთ. ყოველ შემთხვევაში სათაური მაინც ცნობილია და სტუმარი. შესაბამისად, მაყურებელი გადაცემის სათაურიდან იმ ნაწილს შეეხო, რომელიც ეხება ბრონქოსკოპიას. მოდი ჯერ ბრონქოსკოპია გითხარით, მართალია ჩვენ ახლა ლოგიკურად ნელ-ნელა უნდა მივსულიყავით ამ თემასთან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე განმარტოთ. მე ვისარგებლებ შემთხვევით ახლა მინდა ავდგე და მივიდე ჩვენს მულაშთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მაყურებელი არა მარტო წარმოიდგენს ასეთ შემთხვევაში, რაზე ვსაუბრობთ, არამედ დაინახავს კიდეც, რაზეც ვსაუბრობთ და დაინახავს იმას, რაც ახლა თქვათ ჩვენს მულაშზეა. და მულაშზე არის აი აქ ჩვენ ხედავთ პირის ღრუს, ეს რასაკვირველია არის საყლაპავი, რომელიც კუჭამდე ჩამოდის, მაგრამ მასთან ანატომიურად მეზობლობაში არის ტრაქეა, რომელიც გრძელდება ბრონქებში, აი ხესავით რომ არის, ეს არის სწორედ ბრონქები. აი აქეთ ეს ძალიან კარგად ჩანს ცისფერი. თქვენ ხვდებით რომ ეს არის ფილტვები, რასაკვირველია, ძალიან კარგად იცით და ეს დატოტვიანობა, რომელიც ერთგვარი ხის მსხვილი ტოტებიდან წვრილ ტოტებამდე მიდის, ეს გახლავთ ზუსტად ეს ბრონქული ხე. რას აკეთებს ბრონქოსკოპია? ბრონქოსკოპია არის ძალიან მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური საშუალება. როგორც არის კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი, ბრონქოსკოპიაც არის ერთ-ერთი გამოკვლევის მეთოდი, ძალიან ინფორმატიული, შესაძლოა სწორედ აი ხველის და სხვა ფილტვების პათოლოგიების და სასუნთქიზების პათოლოგიების დროს. მე როგორც კითხვიდან გამოვიტანე და აინტერესებდა მაყურებელს, განმეორებით თუ შეიძლება ბრონქოსკოპიის გაკეთება. ბრონქოსკოპია რა მიზეზით აქვს ჩატარებული, არ მიუთით ამ მაყურებელმა, მაგრამ ახლა ფილტვების ანთება გადაიტანა და ფილტვების ანთების შემდეგ არის გახანგრძლივებული ხველა და ეს არის თუ არა ჩვენება იმისთვის, რომ ბრონქოსკოპია ჩატარდეს. არა, მარტო ხველა გახანგრძლივებული არ არის პირდაპირი ჩვენება ბრონქოსკოპიისთვის, თუ არის სისხლიანი ნახველი. ეს უკვე პირდაპირი ჩვენებაა და რეკომენდირებული ინახოს ამ თუ დაუშვათ სხვა გამოკვლევის მეთოდებით ჩვენ ვერ გავდივართ დიაგნოზზე. თუმცა როგორც აღნიშნა მაყურებელმა, ადრე გაუკეთებია, მაშინ სადაც ინფექციური პროცესი არ არის გამორიცხული, რაღაც ქრონიკული პროცესია ფილტვებში, როგორც მაგალითად ბრონქოექტაზიური ავადმყოფობა არის ეგეთი, გაგანიერებული ბრონხები, რომელიც ქრონიკულია და წლები გაგრძელდება და ბრონქოსკოპია ამ შემთხვევაში როგორც დიაგნოსტიკური კი, როგორც სამკურნალო საშუალებაც გამოიყენება და ზოგ პაციენტს უკეთდება, ანუ სიმძიმიდან და მისი მოცულობიდან და გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს წელიწადში ერთხელ, შეიძლება 6 თვეში ერთხელ, არიან ასეთი კატეგორიის პაციენტები, ვისაც უგროვდება ეს ნახველი, რომელსაც ვერ იღებენ ფიზიკურად. ანუ დრენირება ხდება რეალურად. დრენირება ხდება ღრმა სართულებიდან, დიახ, აი ბრონქოექტაზიური უბნებიდან, იმ უბნებიდან, სადაც ფილტვის ელასტიურობა არის დაკავებული, როგორც წესი ეს არის
გადატანილი ტუბერკულოზის შემდეგ, ან ფილტვების ანთება არის თანდაყოლილი. ფილტვების ანთება აქვს გადატანილი, როგორც ჩვენმა მაყურებელმა მიუთითა. არ არის გამორიცხული, რომ იქ შეიძლება ბრონხოექტაზიური უბნებია ფილტვში და ის წვავდება, იგროვდება სეკრეტი და შემდგომ იქ სადაც დაგროვილია სეკრეტი, ის ყოველთვის არის წყარო და ბუდე სხვადასხვა ინფექციის კოლონიზაციის, ხო ეს? სხვადასხვა ბაქტერიები, რომლებიც იწყებენ გამრავლებას და საჭიროა მექანიკური მოცილება ხშირად. ანუ თვითონ ვერ იცილებს ორგანიზმი და ვეხმარებით. ასე ვთქვათ, სანაციური ბრონხოსკოპია ქვია, ანუ სამკურნალო ბრონხოსკოპია ამ შემთხვევაში. მოდით მაყურებელს პირდაპირ ეთერშიც უპასუხოთ, გველოდება დილამშვიდობისა, გისმენთ. კითხვა ასეთი მაქვს. ქრონიკული ბრონხიტის ფონზე ზამთრის პირობებში რო არც გავწივდე დაატვირთვის ან სიცივეზე ბრონქიოლოგის ალბათ შევიწროების იმ ფონზე მემართება ხოლმე ხმის შეგრძნება აი რო შევიგრძნობ მე თვითონ ამ იმას შევიწროების თავისებურ ხმას რო გამოცემს ეს რა თქმა უნდა ყოველ დღე ამას ვერ მივიღებ და თუ დაგროვდება ნახვეველი დილის საათებში ხველის საშუალებით ამოვიღებ და ეს რამდენად საშიშია მაინტერესებს მოწვეულს თუმას. მადლობა შეკითხვისთვის. რამდენიმე საკითხი აქ გასააზრებელი და ერთმანეთთან დასაკავშირებელი. ქრონიკული ბრონქიტი, რომლის შესახებაც იცის ჩვენმა მაყურებელმა. მეორე, რაც მან აღნიშნა, ინფექციისგან დამოუკიდებლად, ანუ ინფექციური პროცესი არ მიდის, მაგრამ თქვა დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, თქვა დატვირთვის დროს, ანუ სიცივეში აქვს ხმაურს გრძნობს, ანუ სუნთქვისას გარკვეულ ხმაურს, უგროვდება ნახველი და რამდენად საყურადღებოა ეს მდგომარეობა. აქ სამწუხაროდ ქალბატონმა არ ახსენა მწეველია თუ არ არის ეს ცალკე თემაა. მწეველებში არის ხშირად ნახველის დაგროვება, რაც ქმნის ამ პრობლემებს. მე ქალბატონს ურჩევდი, ეხლა თუ არ არის მწვავე პროცესი, ანუ არ აქვს ცხელება, არ არის ამ წუთას ვირუსული ინფექცია. გაიკეთოს ესეთი გამოკვლევა, რომელსაც ქვია სპირომეტრია. როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს წვინავი ხმაურიანი სუნთქვა დამახასიათებელია ბრონხოსპაზმისთვის, აი სასუნთქი გზების ობსტრუქციისთვის, რომელიც ახასიათებს ასთმას, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას და ამ ობსტრუქციულ დაავადებების დიაგნოსტირების ყველაზე ეფექტური საშუალება არის სწორედ სპირომეტრიული გამოკვლევა. აი ამ გამოკვლევის ჩატარებას ურჩევდი ქალბატონს და დადგინდებოდა არის იქ ბრონხოსპაზმი, არ არის ზოგჯერ ვირუსული ინფექციაც იწვევს ესეთ ჩივილებს და იქ დაუშვათ მკურნალობის ტაქტიკისთვის აქვს ამას დიდი მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს საშუალება ახლა ვნახოთ ის ინფორმაცია, გავიხსენოთ ინფორმაცია, რომელიც გახანგრძლივებულ ხველას უკავშირდება და არის კარგი რეკომენდაცია ოჯახებისათვის, რომელსაც სეზონურად მე ვფიქრობ ეფექტურად გამოიყენებთ. თუ გაციება, ანუ რესპირაციული ვირუსული ინფექცია გაგიხანგრძლივდათ, არ გამოგჩეთ. ალერგიული სურდოს ნიშნები: სხვირის გაჭედა, წყლიანი გამონადენი, ქავილი, ცემინება, ყურების ქავილი და დაგუპება. მიაქციეთ ყურადღება თუ გაქვთ სკლერების სიწითლე, ქუთუთოების ქავილი, ცრემლდენა. არ დაკარგოთ დრო თუ შენიშნეთ. ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი, ტუჩების, ქუთუთოების, ლოყების შეშუპება, ქოშინი, გაძნელებული ამოსუნთქვა, სტვინავი სუნთქვა, შეტევითი ხველა. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. ჩვენ როგორც შევთანხმდით დღეს ერთმანეთთან უნდა დავაკავშიროთ ერთი მხრივ ხველა, რომელიც შეიძლება იყოს სრულად უწყინარი ან ძალიან სერიოზული პრობლემის პირველი მანიშნებელი და ბრონქოსკოპია, ანუ ბრონქების დათვალიერება. მაგრამ შემთხვევით არ ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ რამდენიმე დღე საგანგებო
ყურადღებას საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება დაუთმობს პრობლემებს, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს უკავშირდება და შეიძლება იყოს თუ არა ყველა პირველი მანიშნებელი სწორედ ონკოლოგიური დიაგნოზის და როგორ შეიძლება ამაში თავისი წვლილი შეიტანოს ბრონქოსკოპია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. და ამ მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთ შესაძლებლობაზე ვისაუბრეთ ბრონქოსკოპიის, როგორ შეიძლება იგი გამოვიყენოთ ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად უშუალოდ манипуляციის დროს. ბატონო დავით, თქვენ ბრძანეთ, რომ ყველა შეიძლება იყოს, თქვა, ზეზას სასუნთქდებთან დაკავშირებული, ქვედა სასუნთქდებთან დაკავშირებული. ყველა შეიძლება იყოს მშრალი და შეიძლება იყოს ნახველით. ყველა შეიძლება იყოს მწვავე, სულ რამდენიმე კვირა გასწავლოს, მაქსიმუმ 3 კვირა. ყველა შეიძლება იყოს საშუალო ხანგრძლივობის, როდესაც ეს 8 კვირამდე გაგრძელდება და 8 კვირის შემდეგ ეს უკვე საყურადღებოა და ჩვენ საუბრობთ გაცილებით უფრო ნატიფ, სერიოზულ მრავალმხრივ კვლევებზე, იმისათვის რომ პრობლემა გავშიფროთ. როდესაც ჩვენ საუბრობდით ბრონქოსკოპიაზე, თქვენ ბრძანეთ, რომ მას უზარმაზარი დატვირთვა აქვს, გარდა იმისა, რომ დავათვალიერეთ, მაგალითად, ნახველი, რომელიც ვერ ამოდის ჩვეულებრივი ხველების აქტის დაცვითი რეაქციის დროს, არის საშუალება, რომ სწორედ გათავისუფლდეს სასუნთქი გზები ამ დაგროვილი ნახველისგან, რომელიც თავის მხრივ ნოყიერ ნიადაგს ქმნის სხვადასხვა ბაქტერიების გამრავლებისათვის და შესაბამისად ინფექციის განვითარებისათვის. მაგრამ ამავე დროს ბრონქოსკოპიას შეუძლია პირველმა აღმოაჩინოს ონკოლოგიური პრობლემა. რამდენად შესაძლებელია თითქოს სხვა მიზეზით დაგეგმილი ბრონქოსკოპიის დროს ვიპოვოთ ონკოლოგიური დაავადების წანამძღვრები. კი, რა თქმა უნდა. მინდა ვთქვა, რომ ძირითადად მაინც ბრონქოსკოპია დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, როცა ინიშნება პაციენტზე, იქ უკვე ჩატარებულია რიგი სხვა გამოკვლევები, როგორც წესი რადიოლოგიური გამოკვლევები მათ შორის, როგორც წესი კომპიუტერული ტომოგრაფიას და უკვე ვიცით ჩვენ სად რა, როგორი წარმონაქმნი არის და უშუალოდ სასუნთქგზებში, რომელ წილში, რა ზომის და ვერიფიცირებისთვის, ასე ვთქვათ, იმის გასარკვევად თუ რა სახის სიმსივნესთან გვაქვს საქმე, რათა შემდგომ უკვე მიზანმიმართული სქემით დაინიშნოს უკვე კონკრეტული მკურნალობა, ონკოლოგიური მკურნალობა, ამ მიზნით კეთდება ძირითად შემთხვევაში, ანუ ჩვენ როცა ვაკეთებთ ბრონქოსკოპიას, ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკის მიზნით, ჩვენ უკვე ვიცით რა უნდა ვნახოთ, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება იქიდან ბიოპსიური მასალის მიღება. თუმცა არის შემთხვევები, არც თუ ისე იშვიათად, როცა არის რუტინული ბრონქოსკოპიული კვლევის დროს აღმოჩნდება იქ სასუნთქგზებში პატარა ზომის სიმსივნეები, რომელიც შეიძლება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არ ჩანდეს. მათ შორის კეთილთვისებიანიც და ავთვისებიანიც. სხვა შორის კეთილთვისებიანი ასეთი პოლიპის მსგავსი პატარა სიმსივნეები გვხვდება ხოლმე, რომელიც იწვევს როგორც შემაწუხებელ ხველას, რომელიც აშინა დისკომფორტს უქმნის პაციენტს, ასევე სისხლიან ნახველს. აი ეს პატარა პოლიპის მსგავსი სიმსივნეები, ასე ვთქვათ, კეთილთვისებიანი იწვევს სწორედ ესეთ კლინიკურ გამოვლინებას. ასე რომ კი, მე შემიძლია დაამდვილად გიპასუხოთ, რომ ბრონქოსკოპიის დროს შეიძლება აღმოჩნდეს ასე დაუგეგმავად ინახოს და რა თქმა უნდა, იქ აუცილებლად უნდა იყოს აღებული ბიოპსიური მასალა, რომ შემდგომში ჩვენ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვაქვს ჩვენ შეხება. დიახ, დასრულეთ აზრი, მე მინდოდა დამესვა მაყურებლის შეკითხვა თვითონ ბრონქოსკოპიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც რაღაც манипуляციაზე ვსაუბრობთ, ადამიანურად გვიჩნდება კითხვები, მტკივნეულია, რთულია, როგორ ხდება ტექნიკურად ეს პროცესი, ანუ რამდენად მატრაუმირებელია, რამდენად ადვილად გადასატანია ეს ყველაფერი და რა ხდება ბრონქოსკოპი, იდგმება პირის ღრუში, პირდაპირ ტრაქეაში თუ როგორ, აი მაყურებელს აქვს ასეთი შეკითხვა. კი ბატონო, მე თავიდანვე მინდა განვაცადო, რომ ეს გამოკვლევა, ანუ ფიბრობრონქოსკოპიას როცა ვიზარდ, ეს არის ბრონქოსკოპია დრეკადი აპარატით. ანუ ეს არის დრეკადი აპარატი, სხვადასხვა დიამეტრის, არის თერაპიული, არის დიაგნოსტიკური, საშუალოდ არის 5-დან 6 მმ-მდე გარე დიამეტრი აქვს.
და კეთდება როგორც ადგილობრივი გაუტკივრებით, ასევე ზოგადია ნარკოზის პირობებშიც. ასე რომ ზოგჯერ პაციენტი თვითონ ითხოვს რომ გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ ვაფასებთ, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასება პაციენტის, რომ გარდა იმ პულმონოლოგიური და რაღაცა პრობლემისა, რის გამოც უკეთდება ბრონქოსკოპია, უნდა შეფასდეს მისი კარდიოვასკულარული მდგომარეობა, ხო, სხვა, ამას ძალიან მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად გადაწყდება შემდგომში გაკეთდეს ადგილობრივი გაუტკივრებით თუ ზოგადი გაუტკივრებით. რა თქმა უნდა, სასიამოვნო პროცედურა არ არის სასიამოვნო ნამდვილად, თუმცა არც ნაკლებ ინვაზიურია, არ არის დაკავშირებული რაღაც ძლიერ ტკივილთან. და მასშტაბურ ოპერაციულ შარევასთან. რა თქმა უნდა, ბავშვებშიც ვაკეთებთ, არის ჩვენთან ბავშვთა განყოფილება და როცა საჭიროა, ბავშვებსაც უკეთდებათ ეს გამოკვლევა ადგილობრივი ანესთეზიით, ადგილობრივი გაუტკივრებით. დიახ. მოდი მაყურებელს უპასუხოთ პირდაპირ ეთერში, დილამშვიდობისა, გისმენთ, ბრძანეთ. დიახ, გისმენთ ყურადღებით, ბრძანეთ. ობსტრუქციული რესტრიქციული ტიპის ცვლილებები. დიახ. რას ნიშნავს? და განკურნებადი არის თუ არა? კი ბატონო, მადლობა შეკითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად აი თვითონ ტერმინი, რომელიც რაღაც უცხოდ, გაუგებრად ჟღერს, მარტივად და გასაგებად ავუხსნათ ხოლმე არა საიქიმო საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს დრამატიზმს მოვლენებისა ამსუბუქებს ბევრად. რას ნიშნავს ობსტრუქცია და ობსტრუქციული ცვლილება, ბატონ დავით? კი, ხო ეს ისეთი გლობალურ თემას შეეხო ქალბატონი, ამას ალბათ ლექციების მთელი სერია დაჭირდება. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ობსტრუქცია ნიშნავს, როცა გაგრძელებული ამოსუნთქვა, ანუ სასუნთ გზებში არის პრობლემა, როგორც ჩვენ ვახსენეთ ადრე, აი ასთმური მდგომარეობის ან ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს, როცა არის ბრონხოსპაზმი და პაციენტს უჭირს ამოსუნთქვა და შესაბამისად ეს ტვინავის სუნთქვა და ესეთი თამდები კლინიკა აქვს. ხოლო რესტრიქცია არის, როცა ჩასუნთქვა არის გაჭირებული, როცა სასუნთქის ზედაპირია შემცირებული, აი ხშირად უწერენ დასკვნებში ხოლმე და იძაბებიან პაციენტები ფიბროზი, გააჩნია ფიბროზი არის ასაკობრივი, თუმცა აი რესტრიქციას იწვევს მასიური ფიბროზი, როცა სხვა მიზეზთა გამო ვითარდება თვითონ ფილტვის ქსოვილში, პარენქიმაში, ასე ვთქვათ, საკუთრივ ალვეოლურ ნაწილში არა, ფიბროზი, ესეთი შემართებელი ქსოვილი ლაგდება, სხვა, აი მაშინ გვაქვს საქმე რესტრიქციასთან, როცა თვითონ ფილტვის საიცოცხლო მოცულობაა ძალიან შემცირებული და ჩასუნთქვა არის გაძნელებული, ჩასუნთქვის ფაზა. აი მარტივად აი ესე შეგვიძლია ავხსნა. გააჩნია ხა მასშტაბს, ხო, ეს ობსტრუქციის და რესტრიქციის ხარისხი შეიძლება იყოს პირველი და შეიძლება იყოს მძიმე, ანუ მსუბუქი და მძიმე. დიახ, აი ეს არის ფილტვი, პირობითად რასაკვირველია. ეს არის სქემატური გამოსახულება და რაზედაც ბატონმა დავითმა ბრძანა კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, რესტრიქცია ეს არის, როდესაც ჩასუნთქვა არის გაძნელებული და ობსტრუქცია, როდესაც თითქოს შევიწროებული, დახშულია ბრონქების გამავლობა, ასეთ დროს ამოსუნთქვაა გაძნელებული. არის თუ არა ეს საშიში და საყურადღებო და არის თუ არა ეს ის თემა, რომელსაც მეთვალყურეობა ჭირდება, ბატონ დავით? რა თქმა უნდა, ისე ვიძახი, როგორც კი ალბათ ქალბატონს ესე დასკვნა დაუწერეს, ხო და იმიტომ გააჩნია ხარისხი, ეს ხარისხი უნდა იყოს დადგენილი უკვე დამატებითი მეთოდებით. არსებობს, როგორც ვახსენე, სპირომეტრიული კვლევა, რომელიც სწორედ ამ ზომას ჩასუნთქულ მოცულობებს არის, ასევე ბოდიპლეტიზმოგრაფია გვაქვს ჩვენ საქართველოში ესეთი გამოკვლევის საშუალება უკვე რამოდენიმე დაწესებულებაში და ნარჩენ ზომას, ნარჩენ მოცულობებს ფილტვში სრთლიან მოცულობა ძალიან არის ასევე CO-ს, ანუ გაზების დიფუზიის უნარსაც კი ზომავს, ფილტვების მთავარი ფუნქცია არის დიფუზიის უნარი, ხო, ჟანგბადის შევითვისო და ნახშირორჟანგი გამოყოლაფერი ამაზე დადის და თუ რაც სადღაც რაღაცა შეფერხება ხდება, სწორედ ან ობსტრუქციის გზით, ან რესტრიქციის გზით უკვე პრობლემა გვაქვს ჩვენ ჟანგბადის მიწოდებასთან ორგანიზმთან და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და არის უკვე დამატებითი კვლევები ჩასატარებ, რომ დადგინდეს ხარისხი და ყველა ხარისხი უკვე თავის მართვა ჭირდება. დიახ. ანუ მართვა დამოკიდებულია ხარისხი უნდა დადგინდეს, ხო? სტადირება, როგორც დიახ. იმ კვლევების მონაცემებზე, რომელზედაც თქვენ დამატებით მიზანშეწონილად მიიჩნევთ. კიდევ ერთი მაყურებელი, დილამშვიდობისა, გისმენთ. ალო.
დილამშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. მე ვარ 70 წლის დიაბეტიანი დიახ. და 6 იანვარს გამოვეწერე საავადმყოფოდან ფილტვების ანთება. და ყველაფერი ალაგდა, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ აღმოჩნდა ნაწიბურები ფილტვებში. დიახ. და ამის შესახებ უნდა ყურადღებაო, ასე მითხრა და უნდა მივიდე კონტროლზე, მაგრამ რა შეიძლება გამოიწვიოს ამან და როგორ უნდა მოვიქცე, ალაგდება თუ არა? კი ბატონო, მადლობა შეკითხვით. მადლობა დიდი, ზოგჯერ მაწუხებს აიხველების დროს ან თემინების დროს ან რაღაც მომენტებში. კი ბატონო. მადლობა შეკითხვისთვის, ვიდრე ბატონი დავითი გიპასუხებთ. ვისარგებლებ შემთხვევით და დიაბეტის მქონე პირებისთვის ინფექციურ პროცესთან გამკლავების საუკეთესო საშუალება, ინფექციური პროცესების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება, ორგანიზმის წონასწორობის შენარჩუნების, იმუნური სისტემის სიმტკიცის, ნებისმიერი სხვა ორგანოს ჯანსაღი მდგომარეობის, გულსის ძახვის სისტემის, სასუნთქის სისტემის თუ შარდგამომყოფი სისტემის წონასწორობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თქვენ როგორ ახერხებთ კომპენსირებას შაქრიანი დიაბეტის, ანუ რამდენად მოწესრიგებულია თქვენს ორგანიზმში სისტემატურად, რამდენად აკონტროლებთ გლიკემიის მაჩვენებელს, ანუ გლუკოზას სისხლში და რამდენად მოწესრიგებულია ეს მაჩვენებელი, იმიტომ რომ ამაზე არის დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში რისკებიც, გართულებებიც და შორეული შედეგებით. ეს რაც შეეხება თავად დაავადებას. ბატონო დავით, როდესაც პნევმონია იყო, როდესაც ნაწიბურებზეა ლაპარაკი, როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი მაყურებელი? მე პირველ რიგში absolუტურად დაგეთანხმებით, რომ ეს თანხლები დაავადება დიაბეტი, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებს ქმნის ყოველთვის და ართულებს ყველანაირ შეხორცებით და სხვადასხვა პროცესებს, მათ შორის ფილტვებშიც, მიკროცირკულაციაზე მოქმედებს პირველ რიგში. რაც შეეხება ნაწიბურებს, ისევ დაუბრუნდები მე ხარისხს, ხო, რა ხარისხის არის ეს ნაწიბურები, ხა 70 წლის ასაკში ასაკობრივ ცვლილებებსაც შეგვიძლია მივაწეროთ, იქ რა 1-2 ნაწიბური გააჩნიეს ნაწიბურები ზოგჯერ თვით ფილტვის ქსოვილშია, ზოგჯერ არის პლევრული შვარტები, ესე ეძახიან, ანუ რაღაც ანთების დროს ზოგჯერ არის გამონაჟონი პლევრის ღრუშიც და იქ ვითარდება ხოლმე, ხა როგორც ქაუტონი იზარისო ზოგჯერ მაწუხებსო. ხა ფილტვის ქსოვილში არ არის უხვად რეცეპტორები, პრაქტიკულად იქ ჩვენ ტკივილს და რაღაც დაკაჩვის და ასეთ კლინიკას ვერ შევიგრძნობთ, ხოლო თუ არის ეს ნაწიბურები უკვე პლევრის ღრუში, მაშინ კი შეგვიძლია პერიოდულად შევიგრძნოთ ეს დაკაჩვის შეგრძნება, ტკივილი, ну სამწუხაროდ ეს მუდმივად იქნება და რაღაც ამინდის ცვლილებასთან სხვადასხვა პერიოდებში შეიძლება გამწვავდეს, შეიძლება საერთოდ გაქრეს, აი რაც შეეხება კლინიკას. ისე ვიძახი, უნდა დადგინდეს რამდენად მასიურია ეს შეხორცევები, რამდენად მასიურია ფიბროზი, თორე არსებობს ისეთი დაავადებები, როგორც იდიოპათიური ფიბროზი, ინტერსტიციული პნევმონიები, რომელიც საკმაოდ მძიმეა და საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის. ამ შემთხვევაში არ გონია, როგორც გავუტონი ყვება, იქ როგორც ჩანს შვარტებთან გვაქვს საქმე, პლევრულ შვარტებთან, რომელიც უქმნის ესეთ თუ არ არის განსაკუთრებული გამწვავება, არც მედიკამენტოზური ჩარევა არ ჭირდება წარამარა. დიახ. შეფასდეს სწორედ და მისი ნაწიბურების და ფიბროზის ხარისხი. ბატონო დავით, ვიდრე დავასრულებთ ჩვენი გადაცემის ამ ბლოგს, ძალიან მნიშვნელოვანია შევეხო იმ საკითხს, რომელიც წეგანსაუბრის დროს ვახსენეთ. ჩვენ თქვით, რომ ჩვენ ხველიდან ბრონქოსკოპიასთან მივედით, ძალიან მარტივიდან რთულ დიაგნოზთან მივედით და საზოგადოებას გავახსენეთ, რომ რასაკვირველია ყველა დაცვითი რეაქცია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ზუსტად ის დაცვითი რეაქცია, რომელიც ძალიან სერიოზულ მძიმე დაავადებას ნიღბავს. უბრალოდ საჭიროა ყოველთვის გავერკვიოთ, რა დგას, რა ნიღაბი აქვს ამ შემთხვევაში პრობლემას. მაგრამ როდესაც ბრონქოსკოპიაზე ვსაუბრობდით, თქვენ რამდენიმე კომპონენტი ახსენეთ, რაშიც ვიყენებთ ბრონქოსკოპიას და რაშიც ძალიან წაადგება ადამიანის ჯანმრთელობასაც და ცხოვრების ხარისხსაც. თუმცა რატომ შეიძლება ბრონქოსკოპია იყოს კარგი საშუალება манипуляციებისათვის და რა შეიძლება გავაკეთოთ, სწორედ რა პრობლემა გადავჭრათ და მოვაგვაროთ ბრონქოსკოპიის მეშვეობით, ანუ დავათვალიერე და უბრალოდ დავინახე პრობლემა და უკან წამოვედი, ასე კი არ მოვიქეცი, არამედ ადგილზე გადავწყვეტი ამ პრობლემის მოგვარება, რისი გადაწყვეტის, რა პრობლემის მოგვარების საშუალებას გვაძლევს ბრონქოსკოპია.
კი, როგორც ვახსენეთ, ბრონხოსკოპია არსებობს დიაგნოსტიკური, როცა ჩვენ დიაგნოზს ვსვავთ, ვიღებთ ბიოფსიურ მასალას, ანუ იმ წარმონაქმნიდან, რომელიც არსებობს სასუნთქზებში, დავადგინოთ რა სახეობის კიბოსთან გვაქვს საქმე და არსებობს თერაპიული ბრონხოსკოპია, რომელიც ძალიან საინტერესო თემაა, როდესაც არის შემთხვევა, როცა ბრონხში ჩაზრდილი არის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც აღშობს ბრონხს, რაც იწვევს თავისთავად ძალიან მძიმე, მე მინდა აქვე ვახსენო, რომ ფილტვის კიბო არის სიკვდილიანობით პირველ ადგილზე მსოფლიოში, ყველა სტატისტიკური მონაცემით, ყველაზე მეტი სიკვდილიანობა სწორედ იმის გამო, რომ აი ეს მაგისტრალურ ბრონხებში ხდება ჩაზრდა ამ სიმსივნური წარმონაქმნის, არა მარტო მაგ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს არის. და ხშირ შემთხვევაში ესეთი შემთხვევები არის ძალიან შორსწასული შემთხვევები და იმ სტადიის, როცა პაციენტი არის არაოპერაბელური. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი იმყოფება ქიმიოთერაპიაზე და სხვა მედიკამენტოზურ თერაპიაზე, მაინც ამ მდგომარეობის ასე ვთქვათ, გამოსავალი არის ერთადერთი გზა ინტერვენციული ბრონხოსკოპია, ანუ თერაპიული სამკურნალო ბრონხოსკოპია, რაში მდგომარეობს. მე ვიყენებ აი ამ ბრონხებში ზოგჯერ მთლიანად დახშული სიმსივნური წარმონაქმნით ამ წარმონაქმნის კვეთას, ენდოსკოპიურ კვეთას, უოპერაციო, არა ოპერაციული გზით, არამედ ენდოსკოპიური გზით. მაქსიმალურად დამზოგავია. რა თქმა უნდა, მე ვიყენებ ლაზერის ქირურგიულ ლაზერს, რომლითაც ხდება სწორედ ენდობრონქული, ანუ ბრონხის შიდა ამ სიმსივნის ამოკვეთა. ასევე ვიყენებ სტენტებს. სპეციალური სტენტები არსებობს სასუნთქი გზებისთვის. ჰიბრიდული სტენტებია, მეტალის და ასევე პოლიურეთანის ერთად, რომელიც იდგმება სწორედ აი პალიატიური მიზნით, აი ესეთ მძიმე მდგომარეობებში, როცა ფიზიკურად საჭიროა გახსნა გამავლობის ბრონხის და საკმაოდ კარგი შედეგებია. რას ვახცევთ ამითი? რა თქმა უნდა, ჩვენ ამით კიბოს არ ვარჩენთ, მაგრამ ჩვენ ვახცევთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას პაციენტის და რა თქმა უნდა, სიცოცხლის გახანგრძლივებას. და ამის დამადასტურებელი კვლევები მეც მაგ ჩატარებული არის ამაზე. ეს ახალი მეთოდებია შედარებით. რამოდენიმე ათწლეულია სულაც დაინერგა და ეხაც მიმდინარეობს კვლევები და ჩვენთან ძალიან საინტერესო კვლევები იწყება სხვა შორის მინდა აქვე ვახსენო ამერიკელებთან ერთად, აი სულ ახალი ინფორმაციებია ეს და წელს დაიწყება უკვე ეს კვლევები ჩვენთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აგვარჩიეს და ჩვენთან ერთად ტარდება ეს კვლევები და ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს და კარგ ინფორმაციებს ჩვენი ონკოპაციენტებისთვის. დიახ, და ჩვენ ველოდებით თქვენგან ამ ინფორმაციას და ამ შედეგებს. მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი გექნებათ ეს ინფორმაცია გაგვიზიარებთ და ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ. მაყურებელს შევახსენებ, დიდი მადლობა ბატონ დავით, მაყურებელს შევახსენებ ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლდათ ინტერვენციული პულმონოლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი დავით ჭყონია. ჩვენ